მეგობრებო, ხა თქვენი საყვარელი ერთ-ერთი თემატიკიდან, რომელიც არის პაუზა თუ დასასრული, უნდა გაგიკეთოთ, ვერ მოვისვენებ, რომ ეს გაშლა არ გაგიკეთოთ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ერთ-ერთი თქვენ ტოპ 5-ში შედის, 10-შიც კი არა. ეს გაშლა, ამიტომ ნახოთ, ხა ეს გაშლა რამდენი თქვენი იქნება. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ახლა რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, იმიტომ რომ საერთო გაშლა ყველასთვის ყველაფერი არ მოქმედებს, პირადი გაშლებისთვის პირად შემომწერეთ და დეტალებს, ფასებს, ყველაფერს გაგაცნობთ მე თავად. აუცილებლად დაალაიკეთ ენერგოცვლისთვის აუცილებელია ეს გაშლა, თუ მოქმედებს და თუ არ მოქმედებს დაალაიკეთ და გადმოდით შემოგვეძეთ და უყურეთ სხვა გაშლას, რომელიც იქნება ენერგეტიკულად თქვენი. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, რომ მივხვდეთ რამდენად ეს გაშლა არის თქვენი. ეს პიროვნება არის თქვენი კარმული პარტნიორი, 6 მაღალი არკანი ამოდის აქ და ეს არის შეყვარებულები, ეს არის ადამიანი, რომელიც გიყვართ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს ადამიანი გიყვართ და ეს გრძნობა არის ორმხრივი, ამ ადამიანსაც უყვარხართ, ეს შეიძლება არ იყოს თქვენი სამუდამო და ცხოვრებისეული ერთადერთი პარტნიორი და მთელი ცხოვრების ვის გვერდზეც გაატარებთ, ანუ შეიძლება იყოს თქვენი მომავალი მეუღლე, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ სამუდამოდ თქვენ გვერდზე იყოს, უბრალოდ ეხლა გაქვთ შეყვარებულობის ენერგეტიკა და მომენტი. ეს ადამიანი ყველა შემთხვევაში კარმულია ეს პიროვნება თქვენთვის და კარმული ურთიერთობის წინაშე დგეხართ, რომელიც არის თქვენთვის რაღაცა ლაბირინთიდან გამომყვანი, შეიძლება დეპრესიიდან გამოგიყვანათ ამ პარტნიორმა, ამ ურთიერთობამ და გაგიხალისათ ცხოვრების ყოველდღიურობა, შეიძლება რაღაცას მიგახვედრათ, შეიძლება რაღაცა გზაზე დაგაყენათ ისეთზე, რომელიც წარმოუდგენელი იყო თქვენი პიროვნებისთვის და აი რაღაცნაირად სხვა პიროვნება გაგხადათ ამ ადამიანთან ურთიერთობამ, ამ პიროვნების გაცნობის შემდეგ ისი აღარ ხდება ცხოვრებაში, ის სტილისტიკა აღარ არის, რომელიც იქონდა ამ ადამიანის შენ ცხოვრებაში შემოსვლამდე. მოკლედ ძალიან შეგცვალათ ვიტყოდი და ეს ხდება ორმხრივად, თქვენ გაცნობიერებული გაქვთ თუ გაუცნობიერებელი. საჭირო იყო რომ თქვენი შეხვედრა მომხდარიყო ამ ქვეყნად და ამ ცხოვრებაში, ასე ვიტყოდი, რაღაცა ძველი კარმული ვალების შემდგომ, ასე ვთქვათ, მეორედ და ხელახლა მოხდა თქვენი ცხოვრებისეული შეხვედრა. შესაძლებელია ასევე რომ გაქვთ კიდევაც თქვენ შეგრძნება ისეთი, რომ აი ეს მომენტები მომხდარა, რაღაცა დეჟავუები ამ ადამიანთან მიმართებაში, თითქოს უკვე ნანახი გქონდათ აი რაღაცა კადრივით ის მომენტი, რომელიც ხდება ხოლმე თქვენ ურთიერთობაში. აი თითქოს იცნობთ ამ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანია იცნობთ ერთმანეთს, რამდენი ხნის ურთიერთობა გაქვთ, ამას აბსოლუტურად ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლებელია გაქვთ ისეთი მდგომარეობა, რომ აი უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის, რომ აი თითქოს იცნობდით ამ ადამიანს დიდი ხანია, მიუხედავად იმისა, შესაძლებელია საერთოდ ერთითვის ნაცნობა გაკავშირებდეთ, ან ურთიერთობა იყოს ძალიან მცირეხნიანი და ახალი. მოკლედ ძალიან კარმული პიროვნებაა თქვენი ეს პარტნიორი, რომ მიხვდეთ კიდევ უფრო უკეთესად რა ურთიერთობა, 7-იან პენტაკლი. რაღაცის მოლოდინში ხართ. მოლოდინში ხართ ამ ადამიანის გააქტიურების, მოლოდინში ხართ თქვენ ჩადებული რესურსიდან მიიღებული ნაყოფის, ეს იქნება სიყვარული, ენერგეტიკა, რესურსი, რომელიც ამ ადამიანისთვის ჩადეთ, ამ ადამიანის მიმართ ჩადეთ და ეხლა ერთგვარი მოლოდინის რეჟიმი გაქვთ, რომ ამ ყველაფერმა თავის მოსავალი უნდა მოგცეთ წესით და რიგით, იმიტომ რომ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ და რაც შეგიძლიათ, 5-იან პენტაკლით მონატრების რეჟიმი გაქვთ. აქ არის დიდი ალბათობით საუბარი იმაზე, რომ რაღაცნაირად რესურსის ნაკლებობა გაქვთ, ან ნაწილისთვის შესაძლებელია იყოს, რომ ჯანმრთელობის პრობლემებია, ვირუსიდან დაწყებული ყველაფერი აბსოლუტურად. შესაძლებელია ვირუსი გაქვთ თქვენ ან თქვენ პარტნიორს არ არის გამორიცხული, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს რესურსის ნაკლებობა, ეს არის ფინანსების ნაკლებობა, შეიძლება შეჭირებულ მდგომარეობაში ხართ წინა საახალწლო პერიოდს თუ განვიხილავთ და ვერ ახერხებს ეს ადამიანი რომ გიხილოთ, გნახოთ და ის რესურსი ჩადოს, რომელიც მას უნდა რომ ურთიერთობისთვის ჩადებული იყოს მისი მხრიდან. მოკლედ რაღაც პერიოდი ერთმანეთს ვერ ნახულობთ, გენატრებათ ერთმანეთი და ეს არის მონატრება ორმხრივი, შემიძლია ვთქვა. მოლოდინის რეჟიმში ხართ ეხლა ამ პარტნიორის გააქტიურების კონკრეტულად თქვენ. ეს ადამიანი არის თქვენი ყველაფერი თქვენთვის. ეს
ადამიანი არის თქვენი გული და სული და ეს ყველაფერი არის ორმხრივი. მოკლედ ენერგეტიკას თუ ვატყობთ, წავიდეთ, მაშინ გავიგოთ პაუზა თუ დასასრული. სხვათა შორის ამ კარტით მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანს თუ რამდენი ხანიც არ უნდა იყოს, თუ არ ნახულობთ და არ ნახულობთ, იმიტომ რომ გაშლა გვაქვს პაუზა თუ დასასრულზე, მაშინ არ ნახავდით ამ შემთხვევაში. ძალიან ენატრებით რესურსის ნაკლებობაშია. შეიძლება კიდევ ვიმეორებ, ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი გაუარეს და ისეთ ენერგეტიკულ ნაკლებობას განიცდის თქვენი პერსონაჟისას, ისე აკლი ხართ მას სულიერად, არც ეხალისება, არც კი ეახალწლება და დღესასწაულება, ისეთი ემოციური ფონი აქვს. იგივენაირად შემიძლია ვთქვა თქვენზე, მონატრებული ხართ, ძალიან ხასიათოთ ხართ, შეიძლება ჯანმრთელობაც და ესეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს სულიერი ესეთი ბალანსი ვერ შეგინარჩუნებიათ, არ გიხარიათ რაღაცნაირად არაფერი. მოკლედ, პაუზა თუ დასასრული გავიგოთ, თუ ატყობთ, რომ ენერგეტიკა თქვენია და თქვენზეა, მაშინ გავიგოთ ორიან ხმლით რაღაც პერიოდი იქნება თქვენი ურთიერთობა და კალოდის ძირშიც ამას მიჩვენებენ. დაკიდებული მაღალი მე-12 არკანით, რომ გაშეშებულია რაღაც პერიოდი თქვენი ურთიერთობა და თავდაყირა გიწევთ ამ ყველაფრის აღქმა, აი ამ სიტუაციის შემოbrunებული თავდაყირა დაკიდებულ მდგომარეობაში მსხვერპლად გაშეშებულია, არც იქეთ მიდის, ვერც ასრულებთ, ვერც ვერ ასრულებთ, იმიტომ რომ გრძნობები ორმხრივია და იმიტომ რომ არ გაქვთ სურვილი რომ დასრულდეს. რაღაცეები შესაძლებელია იყო, პრობლემები თქვენ ურთიერთობაში, წინაღობების სახით, ფინანსური თუნდაც რაღაც მდგომარეობა, რომელიც ხელს გიშლიდათ, ადამიანები, ვინც წინააღმდეგი იყო თქვენი წყვილის ან თქვენი ერთად ყოფნის, ორიან ხმლით რაღაც პერიოდი ეს მდგომარეობა შენარჩუნდება და დაკიდებული მაღალი არკანიც ამას გვიჩვენებს, რომ კიდევ მოგიწევთ რაღაცნაირად ეს გაშეშებული თავდაყირა ამ ყველაფრის ამ მდგომარეობის აღქმა. მისთვის ხართ პენტაკლის დედოფალი, ეს არის გაშლა ორივე სქესისთვის არის ჩემი გაშლები, ეს არის ძალიან ღირსეული ქალი, ძალიან ძვირფასი ქალი შენთვის, ქალი რომელმაც თავის ფასი იცის და ასე ვთქვათ, ვიღაცებს არ ააგდებინებს თავს რამდენი ხანი მოცდაც არ უნდა მოუწიოს გენდობათ და იცის თქვენი ღირებულება და ფასეულობა იმისი, რომ ასე ვთქვათ, თქვენი თავის ფასი იცით და ისეთ ნაბიჯს არ გადადგავთ, რომელიც მას რაღაცნაირად გაუხდის საეჭვიანოს მდგომარეობას, თუმცა ადამიანი გამოჩნდება მაინც ენერგეტიკულად ეჭვიანობის მდგომარეობაში, აუცილებლად შეიძლება პარტნიორი იყოს ჰაერისტიკის წარმომადგენელი, არ არის გამორიცხული ამ კარტით, იმიტომ რომ პრინცი ჰაერის ეს არის შეიძლება იყოს ტყუპების ასწორი მერწყულის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არის საერთო გაშლა ეჭვიანობით, ხისტად, ასე ვთქვათ, შარზე მოქანდება, შეიძლება ნასვამიც კი იყოს, ასე მომდის ინფორმაცია ენერგეტიკული, რომ ნასვამზე, ასე ვთქვათ, აეჭრას, ბინდი გადაეკრას და всё, უნდა წავიდე ვნახო, შეიძლება საახალწლოდ ნასვამ მდგომარეობაში მოქანდეს მაშინ, როცა არ ელოდებით, საერთოდ შვიდ მდგომარეობაში რო იქნებით რაღაცნაირად დაბალანსებული ემოციურად შეიძლება მაშინ მოვიდეს და ცოტა ნერვები აგიშალოთ, ცოტა აღშფოთება გამოიწვიოს თქვენ ენერგეტიკაში. ადამიანი მანიპულატორია, ძალიან კარგი, მინდა გითხრათ, მაგია მოდის, თქვენ ემოციებზე მანიპულირებს, რომ აი როგორ მივავიწყდი და აღარ აქტიურობს და აღარ მწერს და აღარაფერს თუნდაც ფოტოებს არ მილაიკებს სოციალურ ქსელში, ვისაც ცნობა გაქვთ, რაღაცნაირად მოკლედ, რაღაცნაირად ეჭვიანობის მდგომარეობით მოქანდება და ეს არ არის დასასრული ამ კარტით. რჩევა თქვენთვის ამ პარტნიორთან მიმართებაში. აქედან ხმალი ამოდის. ხმლის დედოფალი და იუსტიცია. კალოდის ძირში ამოყირებებული, მაგრამ პენტაკლის მეფეა, ეს ადამიანი თქვენი სტაბილური პარტნიორია, თავს თვლის, რომ შესაფერისია თქვენი მისთვის, თუ პენტაკლის დედოფალი თქვენ ხართ, თავის თავს თვლის, რომ პენტაკლის მეფეა, ანუ ესეთი ღირსეული წყვილი ამოდიხართ, ერთნაირი მენტალიტეტით, ერთნაირი ფიქრებით, ერთნაირად სტაბილური ფინანსური მდგომარეობის მოყვარულები და რჩევა არის თქვენთვის ის, რომ არ იფიქროთ, რომ ყველაფერი დასრულდა, მხოლოდ ცუდი 10-იან ხმლით ის, რაც უნდა დასრულებულიყო, ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად დავის და კარმის მიღების პროცესი, იყავით ცივი გონებით და ის, რაც თქვენია, იუსტიციით